ბრუნდებით რეკლამის შემდეგ საქმიანი დილო დღეს ტრადიციულად დასაქმების ბაზას მიმოიხილავს რომელ პოზიციებზეა მოთხოვნა და რა ვაკანსიები გამოცხადდა დღეს თირიდან ეთო ლიშჩინსკაია მოგვეწყდის დეტალურ ინფორმაციას. ეთო დილამშვიდობის კიდევ ერთხელ უღმესი მადლობა მობრძანებისთვის როგორც ყოველ ორშაბათს ტრადიციულად მოგმართავ ხოლმე. რა ხდება ბაზარზე? ბაზარზე შეინიშნება წინა კვირასთან შედარებით ცოტა კლება, რაოდენობრივი განცხადებების რაოდენობა იყო 408, რაც წინა კვირასთან შედარებით 40%-იან კლებას გულისხმობს, თუმცა ეს არ არის განპირობებული იმით, რომ არ არის აქტუალური დღეს ვაკანსიები და დასაქმების მიმდინარეობა. უბრალოდ იანვრის მატება, მიმდინარე მაღალი, ასე ვთქვათ, პროცენტი მოგვცა, რომ შეიძლება ერთმა კვირამ განსხვავებული ციფრი მოგვცეს, მაგრამ თებერვალი აუცილებლად ჯამურად იქნება პროპორციულად იანვრის, ასე ვთქვათ, ტოლი. გასაგებია და იანვრის ვაკანსიებიც რა თქმა უნდა, იანვრის ვაკანსიებიც თავისთავად რჩება. მინდა აღვნიშნო ხუთი ძალიან გამოყოფილი ორგანიზაცია და გადავწყვიტე რომ თქვა ხოლმე ხმამაღლა კვირის ყველაზე აქტიური ტოპ 5. ერთი ეს არის VTB ბანკი ჯორჯია, მეორე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო, სამედიცინო კორპორაცია ევექსი, ქართული ლუდის კომპანია და ტერმინალ West Trading. ეს არის ხუთი ორგანიზაცია, რომელსაც დაახლოებით კვირის მანძილზე ედო 15-დან ზემოთ ვაკანსია. კრედოში ვიყავი ახლა ხანს მის სიუჟეტი გადავიღე როგორც იცი ეთო და კრედოს ყველა ვაკანტური პოზიცია გარდა შიდა ვაკანსიებისა ცხადდება ვებ-პორტალების საშუალებით შესაბამისად 2014 წლის განმავლობაში აყვანილი თანამშრომლების რაოდენობას გამოვითვალეთ აქვე და ჯამში შეადგენს 863 ადამიანს. რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია და მოიცავს რეგიონებს, მინდა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის, ზოგადად საქართველოს თუნდაც ეკონომიკის ჭრილში ყველაზე მთავარია რამდენი ვაკანსია. 50 ფილიალი აქვს რამდენიც? 50 ფილიალი აქვს და სავარაუდოდ კიდე იგეგმება მათი ზრდა და კიდე გაგრძელდება ალბათ ეს პროცესი დასაქმების ანალიზების. ხო, ეხლა რაც შეეხება მაჩვენებლების სტატისტიკებს თითოეული მიმდინარეობის და სფეროების ჭრილში გაყიდვებმა კიდე მოიმატა 24%-ზე ავიდა, რაც უკვე განსხვავებულ პროცენტს გულისხმობს. ჩათვალეთ, რომ გამოცხადებული ვაკანსიების მეოთხედი მოდის პირდაპირ გაყიდვების მაჩვენებელზე, ეს საკმაოდ მაღალია. შემდგომ ისევ და ისევ პირველი მოდი ესე ვთქვათ, პირველი ხუთეული არ იცვლება და არის ისევ და ისევ აქტუალური, თუმცა საბანკო სექტორი ცოტა დაწინაურდა, ეს არ არის. ხო, მარკეტინგი შედარებით დაწინაურებულია, საბანკო არ არის ესე ვთქვათ გასაკვირი, იმ ხუთეულიდან ორი იყო საბანკო მიმართულების ორგანიზაცია, შესაბამისად ამ კვირაში საბანკომ გადაიწია ცოტა. გამოჩნდა ახალი მიმართულება, ხელოვნება, კულტურა. ხელოვნება, კულტურა. გაშუალოთ ეს თემა. ხელოვნება, კულტურა ძალიან კარგი მიმართულებაა და ვფიქრობ, რომ საქართველოში საკმაოდ განვითარებული, თუმცა არა იმ განვითარების ეტაპზე, რომ ეს ვებ-პორტალებით ხდებოდეს ხოლმე რაღაცების დაკომპლექტება, როგორც ახასიათებს სატელევიზიო სფეროს გაქრა ისე ვხედავთ. წინა კვირას გამოჩნდა, იმიტომ რომ რამოდენიმე პოზიცია გამოჩნდა, ამ კვირაში ისევ გამქრალია. ზუსტად ესეთია ხელოვნების მიმართულება. ძალიან ასე ვთქვათ, ვიტყოდი, რომ ამ მიმართულებით ძალიან განვითარებულებიც ვართ, თუმცა გვაკლია მხოლოდ და მხოლოდ სხვა მიმართულებით განვავითაროთ ეს მიმართულება. ეთო, რაც შეეხება კონკრეტულად იმ ვაკანსიებს, რომლებიც არის დღეს გამოცხადებული ჩვენ მაყურებელს უნდა ავიღოთ. რაც შეეხება კონკრეტულ ვაკანსიებს, ძალიან საინტერესოა, რომ მე ვახსენე რამოდენიმე კვირის წინ კომპანია ნანი ძიძების პოზიცია, რომელიც ძალიან რთულია დღეს დასაკომპლექტებლად. საფასისმგებლო პოზიცია. ხო, და რთულია, ამიტომ ნახავთ, რომ მესამედ ცხადდება უკვე, იმიტომ რომ კომპანიამ ვერ შეძლო დაეკომპლექტებინა სრულად. ამიტომ მინდა რომ მოუწოდო ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ბევრჯერ გამიგია, რომ დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ძიძას. ამას სჭირდება რაღაცა, ესე ვთქვათ, ცოტა მეტი ყურადღება იმისთვის, რომ რაღაცა აქტიურობა ყოველდღიურად საქმიანი დიდი ყურადღება. ზემოხსენებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ხო, რომელიც იურიდიულ ადმინისტრატორს ეძებს, ესე ვთქვათ, თავარი ოფისისთვის. ასევე მათ აქვთ ვაკანსია დირექტორის ასისტენტის, ბორდის ასისტენტის, საკმაოდ საინტერესო და საპასუხისმგებლო პოზიციაა, რომელიც, ასე ვთქვათ, ყოველი ბიზნეს შეხვედრას ესწრება და აკეთებს შესაბამის ოქმებს და რა თქმა უნდა, აქ მოთხოვნებია ენების ინგლისურის, ასე ვთქვათ, უმაღლეს დონეზე ცოდნა.
მიკროსაფინანსო კრედო ასევე ბათუმი ხობოლეთი ხელვაჩაური ხოლო და ჩოხატაური სესხების ოფიცერი სადაც აქვე აღნიშნული სახელფასო ასე ვთქვათ განაკვეთი 550 ლარი დეტალურად არის სამუშაო განაკვეთიც გაწერილი რაოდენობის ასე ვთქვათ პირველადი კონტრაქტი იქნება და ყველაფერი დეტალურად არის მოცემული შესაბამისად შეუძლიათ უფრო დეტალურად გაეცნონ. რამდენიმე კურსი გვაქვს, ერთი გვაქვს VIP Intellect გრუპის კურსი ფინანსური მენეჯმენტის, რომელიც 12 ლექციან კურსში ადგენს და საფასო ასე ვთქვათ გადასახადი დამოკიდებულია ჯგუფის რაოდენობაზე. თუ ჯგუფში იქნება 3-4 ადამიანი 800 ლარი აღირებულება, თუ 4 ადამიანს აღემატება უკვე 500 ლარი, რაც საკმაოდ განსხვავებულია და თუ ოდნავ ყურადღებიანი ხარ, ვფიქრობ, რომ 4 კაციან მეტ გუნდში არ არის პრობლემა მოისმინო, ესე ვთქვათ, რაღაც კონკრეტული ინფორმაცია და მიიღო დამატებითი განათლება. ასევე ბრიტანული სახლი რუსული ენის სასწავლო კურს ბავშვებისთვის. ანუ თამაშის სხვადასხვა პრინციპებით, არა თეორიული და გაკვეთილი სტილის. ანუ ბავშვებს რა ასაკია? რა პრინციპია? პრინციპი არის მხიარული თამაშებით, საინტერესო გამოცანებით, თავისუფლად დაეუფლებიან ბავშვები ენას თამაშის პრინციპით. ნიშნავს იმას, რომ თამაშები იქნება რუსულენოვანი, ჩართულები იქნებიან ეს ბავშვები მეტყველებაში აქტიურად და ეს არ იქნება გრამატიკული ან სხვა დატვირთვის კურსი. ძალიან საინტერესოა და აქვე აღსანიშნავია, რომ კორპორაციული კლიენტებისთვის არის, ასე ვთქვათ, გარკვეული ფასდაკლებები გათვალისწინებული. რამდენ პროცენტიანი ფასდაკლება არ არის? არ არის მითითებული, თუმცა ალბათ უკვე პირად მოლაპარაკებებში ეს იქნება გარკვეული და დავასრულებ იმით, რომ ძალიან საინტერესო ვაკანსია, სადაც კომპანია Unison აცხადებს დებიტორების მართვის მენეჯმენტის პოზიციას, რაც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პოზიცია ბოლო 5 წლის მანძილზე, რაც საბანკო სექტორი გაიზარდა, სესხების რაოდენობა ვიცით, რომ ვთქვათ, მე მგონი არ არსებობს ოჯახი, სადაც სესხი არ არსებობს. სახსოვს ჩვენ Unisoსაც ვესტუმრებთ. კი, Unisoსაც ვესტუმრებთ, შესაბამისად ეს პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. ძალიან კარგი, მაყურებლებს იზღად არჩენიათ, რომ იყვნენ აქტიურები, აუცილებლად შევიდნენ კომპანია HRG-ს ვებგვერდზე. ერთ-ერთი დასაქმებული სწორედ ამ კომპანიის მიერ გადაიღო გვანცა ლაღიძემ, ამ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ ახლა და შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ნახოთ. გრძელდება HRG-ს მიერ დასაქმებულების გაცნობა და დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოში მოვედით იმისთვის, რომ უფროსი სისტემური ანალიტიკოსი ჯონი ჭავჭანიძე გავიცნოთ. დავით. გამარჯობა ჯონი. გამარჯობა კონცა. გამარჯობა პროცესში ხომშები შეიქმნა. არა, სულყარაკო. გვაქვს ადგილი, სადაც გავხსნებით და კომპანიაზე ვისაუბროთ თქვენს როლზე. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. საუბრძანდით. მადლობა დიდი. ოღონდ წელზე მეტი რაღაც არის ბაზარზე, ის თავის მომხმარებლებს საკმაოდ ფართო ასორტიმენტს სასხო პროდუქტებს. კრედოში სანამ დავიწყებდი მუშაობას, მოვიძიე მასზე ინფორმაცია, პრინციპში ვიყავი შერჩევის პროცესში. მათ შორის კრედოზე საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მოვიძიე, თუნდაც ვებ-პორტალის საშუალებით, თუნდაც სანაცვლო წრეებიდან და იყო ესეთი შტაბ-ეჭვება შემეკნა, რომ კრედო იყო მზარდი კომპანია, რომელსაც ჰქონდა დასახული გეგმა, იყო ერთიანი გუნდი და თავიანთი პროფესიონალიზმით ახდენდა წარმატების მიღწევას. სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტე და სურვილი მქონდა, რომ ეს გამხდარიყავი კრედოელი. დღეს კრედოში 50 ფილიალია, გეგმაში არის ასევე ზრდა ფილიალების მასშტაბით. 3 წლის წინ HRG-ს წარმომადგენლებთან მქონდა გასაუბრება. იყო ესე ვთქვათ, ჩემი სურვილის და მათი ინტერესების დამხვრვა და იყო შემოთავაზება კრედოში, რაზეც რა თქმა უნდა უარი არ მithქვია და ასე მოხდა ჩემი კრედოში მუშაობის დაწყება. კრედოში ამ ეტაპზე ვარ სისტემური ანალიტიკოსი. ჩემი როლი არის ინფორმაციული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა, მათი განვითარებაზე ზრუნვა, პროცესების ავტომატიზაცია და ახალი სისტემების განერგვა. HR კომიტეტთან გასაუბრების შემდეგ შევხვდი კრედოს წარმომადგენლებს, მქონდა გასაუბრება თვითონ IT დეპარტამენტის უფროსთან, რის შემდეგაც უმოკლეს ვადებში მოხდა ჩემი
არიან მუშაობის დაწყება. ასე რომ რეზუმით დასაქმება სავსებით რეალურია და ნებისმიერს აქვს რეალური შანსი, რომ ჩვენთან დაიწყოს მუშაობა, თუ მას სურვილი გააჩნია. მით უმეტეს კრედო აღზევს HR კომიტეტთან თანამშრომლობას და დაინტერესებულია საინტერესო კადრებით. სავსებით რეალურია კრედოში დასაქმება და აქვე კიდევ ერთი გამოთვლა ამ ეტაპზე კრედოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა შეადგენს 4562, აქედან უვადო ხელშეკრულებაზე მომუშავე თანამშრომლების რაოდენობა ყოფილა 1447. ერთად გამოცდად ჩვენ კრედოში თანამშრომლობის დროს დიდი გამოცდილება მივიღე აქვს უკვე გვანცას და ორი სიტყვით ესაა პროგნოზის გაკეთება. ხო, ალბათ გავაკეთებდი პროგნოზს და ვისურვებდი და პროგნოზთან ერთად ჩემს სურვილსაც დავამატებდი, რომ მომავალი კვირა უფრო აქტიური იყოს. შევეცდები, რომ აქტუალურ კომპანიებზე გავაკეთოთ მომავალ კვირას აქცენტი და ვისაუბროთ უფრო საინტერესო პოზიციებზეც, გავამახვილოთ ყურადღება და ჩემი სურვილია, რომ გააქტიურდეს მოსახლეობა, შევიდეს HRG-ზე, კომპანიები უფრო აქტიურობენ. კი, რომ დღეში დაახლოებით 80-დან 120 განცხადებამდე იდება, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. 15 და მეტი ვაკანსიის გამთავსებელი კომპანიების top 5 თუ top 10-ული გახდება, ესეც კარგი იქნება. და ჩვენ ამას აუცილებლად აღვნიშნავთ. აუცილებლად. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა ეთო შენ საინტერესო ინფორმაციისთვის და იმისთვის რომ ყოველ ორშაბათს ხარ ჩვენთან ერთად. ეთო ლეშჩინსკაია იყო ჩვენი სტუმარი და ტრადიციულად მომდევნო ორშაბათს შემოგვიერთდება.